მოგესალმებით. თქვენ უყურებთ დღის მთავარი ამბის ბლიც ანალიზს. ალბათ უკვე ყველა მიცით, რომ შედგა სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის. საუბრის მთავარი თემა ბუნებრივია იყო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ დაიწყოს რეალური შინაარსობრივი მოლაპარაკებები, სამშვიდობო მოლაპარაკებები, მოგესალმებათ, როდესაც ქვემეხები ისვრიან, იქ სერიოზული საუბარი მშვიდობაზე ვერ მოხდება. ამას მოითხოვს უკვე შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დიდი ხანია, კატეგორიულად მოითხოვდნენ უკრაინის მხრიდან ცალსახა პასუხის გაცემას. ძალიან ესეთი მუქარანარევი ტონით ხდებოდა ეს ყველაფერი, მიიღეს თანხმობა უკრაინისგან, ჩვენ ვიცით და გარდა ამისა იქ ძალიან სერიოზულ შეთანხმებებსაც მოეწერა ხელი შეერთებული შტატების მოთხოვნით, ხოლო რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ რუსეთისგან ტრამპმა თანხმობა ვერ მიიღო ცეცხლის შეწყვეტაზე, საუბარია რაღაც აბსურდზე, თურმე ენერგეტიკულ ობიექტებზე არ უნდა მოხდეს თავდასხმა და ამაზე თანახმა ვლადიმერ პუტინი. ეს ნიშნავს იმას, რომ ენერგოობიექტების განადგურება თურმე ცუდი ყოფილა, მაგრამ თუ ხალხს გაჟლიტავენ და ამის პირდაპირ დემონსტრირება მოახდინეს რუსებმა ამ საუბრის შემდეგ რამდენიმე ქალაქში იყო ძალიან სერიოზული თავდასხმა და ქალაქ სუმში საერთოდ ჰოსპიტალს დაარტყეს, რასაც ქვია. ასე რომ და ამაზე რეაქცია შეერთებული შტატებისა რაღაც კატეგორიული არ გვინახავს, ხო? პირიქით შეიძლება ითქვას, ტრამპმა პოზიტიურად შეაფასა ეს მოლაპარაკებები და რაღაც პერსპექტიული უწოდა მათ, ხო? ეს რა თქმა უნდა კიდევ უფრო გაუგებარს ბუნდოვანს ხდის მოვლენების შემდგომ განვითარებას. საერთოდ ტრამპისთვის დამახასიათებელია ამ ტიპის ტაქტიკა პირველ ეტაპზე, ესე რომ ვთქვათ, თავისი მოღვაწეობის, ეს პირველი ვადის დროსაც ესე იყო, როდესაც მაქსიმალურად აგრესიულია საკუთარი მეგობრების მიმართ, მაქსიმალურად პოზიტიურ სიგნალებს უშვებს მტრების მიმართ, იმისათვის რომ შექმნას გარკვეული მოლაპარაკების პოზიციები, ხო? ანუ ის ურევს მთლიანად ბანკოს და მერე უკვე ეს კარგად აჩეხილი არეული ბანკო უნდა დაარიგოს და დაარიგოს თავისთვის მომგებიანად, ხო? თუმცა დღევანდელ ვითარებაში აბსოლუტურად ბუნდოვანია რა კარტი დარიგდება საბოლოო ჯამში და როგორი იქნება მომავალი სამყარო, იმიტომ რომ უცნაურობები მისი მხრიდან არ წყდება, ხო? აი იმ ფონზე, აი ამ მე ვიტყოდი შეერთებული შტატებისთვის წარუმატებელი სატელეფონო საუბრის შემდეგ პუტინთან, როდესაც პუტინმა თავის ხაზი გაატარა, რასაც ქვია და იქვე ტრამპს, ესე რომ ვთქვათ, უთხრა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკების პირობა თურმე ყოფილა, რომ თავდაცუნარიანობა უნდა მოირღვეს უკრაინის მთლიანად, უნდა შეწყდეს სამხედრო დახმარება და კიდე რა მოთხოვა ღმერთმა უწყის, ხო? ანუ ფაქტობრივად სუვერენიტეტზე თქვას, რომ უკრაინამ უარიო და ესე რომ ვთქვათ, აი ესეთ მოცემულობასთან გვაქვს საქმე. ამ ფონზე იმისაც ეტყობა, რომ გადაეფარა ეს წარუმატებლობა ტრამპმა ისაუბრა უკვე კანადაზე, ახალი თემა გახსნა, უბრალოდ ძველი ახალი თემა, ამაზე ადრეც საუბრობდა და კიდევ ერთხელ გაემეორა, რომ კანადა უნდა გახდეს შეერთებული შტატების 51 შტატი, თორე უამისოდ არც მათი ხე-ტყე, არც მათი ენერგეტიკა და არაფერი არ გვჭირდება. ხო, აი ეს ოდიოზური, მე ვიტყოდი, აი ესეთი რადიკალური და ძალიან სახიფათო განცხადებები გვესმის ჩვენ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან. მე ველოდები, რომ მალე ამერიკული პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური კლასი რაღაცნაირად აამუშავებს იმ შემაკავებელ ფაქტორებს, რაც აუცილებელია აი ამ ძალიან
ძალიან ესე რომ ვთქვათ სარისკო ეტაპზე ისტორიული განვითარების, ხო? ამის სიმპტომებსაც ვხედავთ, რომ ამერიკაში როგორც ესე რომ ვთქვათ სამართლებრივ ქვეყანაში იქ USAID-ის გაუქმების გადაწყვეტილება შეაჩერა სასამართლომ, ამასთანავე რადიო თავისუფლება უჩივის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას შეჩერებასთან დაკავშირებით და ამ შემდეგ. ასე რომ ჩვენ ვართ ეხლა პროცესის დასაწყის ფაზაში, ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ, რომ ყველაფერი ხდება ისე, როგორც რუსებს და სხვა ავტორიტარებს ესიამოვნებოდათ, მაგრამ მაინც იმედიანად ვარ, რომ ეს ყველაფერი გაჩერდება და შემოტრიალდება ცივილიზებული სამყაროს სასარგებლოდ. დღეს სულ ეს იყო, ამით გემშვიდობებით.